გადავიდეთ დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთ მთავარ თემაზე კურორტები, რომლებიც მრავლადაა საქართველოში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საზაფხულო დასვენებისთვის ადგილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეარჩიოთ. კარგ რჩევებს მოგცემს ახლა თათი ადარესელია. გამღლელი სამუშაო წლის შემდეგ უმჯობესია საზაფხულო შვებულება წინასწარ და სწორად დავგეგმოთ. სურვილები, შესაძლებლობები და საჭიროებები შევაჯეროთ და შემოდგომისთვის ძალები მოვიკრიბოთ. როცა ოჯახში ბავშვია, პირველ რიგში მის სრულყოფილ დასვენებაზე ვიწყებთ ზრუნვას. თუ პატარას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ერთი თვემთაში და ორი კვირა ზღვაზე დასვენება საუკეთესო ვარიანტია. დასვენება, თუნდაც ნერვული სისტემის გამოჩიშვა იმ ყოველდღიური რუტინისაგან, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, რა თქმა უნდა, ბავშვებშიც და დიდებში ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ და ნამდვილად მართალია, ბავშვებისთვის ყველაზე კარგია თაში დასვენება, მთის ჰაერი, დაახლოებით 1 თვის პერიოდში და შემდეგ ზღვის ჰავა 2 კვირის განმავლობაში. საუკეთესო ვარიანტია თუ ზღვის შემდეგ კიდე განმეორებით თაში სადმე მოუწევთ წასვლა. ამისთვის ჩვენს პირობებში ნამდვილად ბევრი შესაძლებლობა და საშუალება არსებობს. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება არჩევანის დიდ საშუალებას გვაძლევს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კლიმატური ფაქტორი ორგანიზმზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. სწორად შერჩეული ჰავა ადამიანზე მცირე დროშიც კი დადებითად მოქმედებს. ხსნის დაღლილობას, დეპრესიას, სტრესს, ნევროზს. არ ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს. მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები ხშირად მთაში დასვენებისგან თავს იკავებენ, თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ზაფხულის პერიოდში დასვენებით უნდა რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ, რომ არ გავამწვავოთ ჩვენი პათოლოგიური მდგომარეობა, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობები და ჩვენი გონივრული დასვენებით ხელი შეუწყოთ აი ამ დაავადების უფრო მეტად გაქრონიკულებას. ამ დროს კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე სითხის მიღების რეჟიმს. იგივე რომ არ მოხდეს ზედმეტად გამოშრობა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები, გულსხმთა პათოლოგიის მატარებელი ადამიანები ძალიან გრძნობიარეები არიან მიღებული და გამოყოფილი სიცხისადმი. აკლიმატიზაცია. პრობლემა, რომელიც ბევრ ჩვენგანს აწუხებს და ხშირად დასვენების პირველ დღეებში განწყობას გვიფუჭებს. ასეთ დროს უპირატესობა დაბალი მთის კურორტებს უნდა მივანიჭოთ, სადაც ჰავა გარდამავალია. ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და შეგუების პროცესიც მარტივდება. აკლიმატიზაცია უნდა განვიცადოთ თანდათანობით, იმიტომ რომ ამან შეიძლება რაღაცა ისეთი დაავადებების გამწვავება წამოიღოს, როგორიც არის მწვავე უკმარისობები, შეიძლება წამოვიდეს სტენოკარდიები. ამიტომაც ასეთი ზომიერად დავიწყოთ ზღვის აბაზანების მიღება, ზომიერად დავიწყოთ მთის ჰაერთან აკლიმატიზაცია. იმისთვის, რომ დასვენების პერიოდი სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გავატაროთ, ოქროს წესი ზომიერების დაცვაა. თუმცა მოусმინეთ საკუთარ ორგანიზმს და მოთხოვნილებებს. თუ გრძნობთ, რომ ენერგიის აღსადგენად ძილი, სიმშვიდე და პასიური დასვენება გჭირდებათ, ასეც მოიქեցით. მაგრამ თუ ღამისთება და გართობა განიჭებთ სიამოვნებას, ნუც ამაზე იტყვით უარს. სწორედ გადაანაწილეთ დრო და იპოვეთ რაციონალური გამოსავალი.